წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირ სიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში, ოდაბადეშ კინოხონი, ყოველ ხუთშაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე, ათინათის ეთერში. გადაცემის ოდაბადეშ კინოხონი, ინიციატორი და სპონსორია ზუგდიდელი იური ვეკუა. მშვიდობის ხუთშაბათია და ტრადიციულად ყოველ ხუთშაბათს გეოდება 18 საათსა და 18 წუთზე გადაცემა ოდაბადეშ კინოხონი. გადაცემა ჩვენს წარსულზე, ისტორიაზე, ეთნოგრაფიაზე და ცხადია ფაქტები დადასტურებული. ამ გადაცემას უძღვებით ორნი, მე სოფიო ხუსიშვილი და ისტორიკოს-კვლევარი ალაშა ჯიქია. ყოველ ჩვენი გადაცემის მოსმენა შეგიძლიათ FM-ზე 105 და 9 ლაივ რეჟიმში, ასევე ინტერნეტით რადიო ათინათი წერტილი.g და გადაცემის ჩანაწერები ნახეთ ვებგვერდზე, Facebook გვერდზე ასევე რადიო ათინათი და უკვე YouTube-ზე. კატალაშა სულ მოთხოვათ ელოდება ხოლმე ხუთშაბათს და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო თემით გახლავთ მოსული. საღამომშვიდობის ბატონლაშა. საღამომშვიდობის გაბატონო სოფიო. იესალმები რადიო ათინათის მსმენელებს. ვან ჯგირობუა და გახარება. ონჯუა ჯგირობუა შებდან მიარეწანებს. ონჯუა ჯგირობუა და წინა გადაცემაში ხოთ შორის დავაანონსეთ ძალიან მაგარი თემა. თემა რომელიც ფაქტიურად რომც უარყოთ არ გამოვა ეგ ამბავი დღემდე არის ზოგიერთ სოფელში. ნამდვილად. და არა მარტო სოფელში. კი, ნამდვილად თუმაში მუკო თამა, თუმაში მუკო ჯგირუა, ანუ სამგლოვია თმის ხო მოჭრა ფაქტიურად ამაზე არის ჩვენი დღევანდელი თემა აგებული და მოკლედ ამაზე ვისაუბრებთ დიდი სიამოვნებით და ჩვენ გვაქვს ორ ენაზე გადაცემა მათთვის ვინც პირველად გვისმენს მეგრულად და ქართულად ჩვენ ვსაუბრობთ მეგრულად და შემდეგ უკვე თარგმნით ქართულად ასე ბატალაშა მეგრულ ვერსიას ვუსმენთ ამჯერად ნამდვილად ჩვენი ამ დღანერ ჩიებაშ თარ თემარე თუმაშ მუკო თამა თუმაშ მუკო ჯგირუა მურდას ეთნათეშე ქიფჩიებოჩკი კუნტას სამარგალოს თხილერდ არტ რიტუალი ნამუსუთ უძახუდეს ღურელი ნათესეშ დიდაშ მუმაშ სკუაშ და ჯიმაშ მანგიორი შეჭოფუას ათე მანგიორი შეჭოფუას რიტუალს ხოლოდ არ ტრადიცია მანგარო ინტერესე რიტუალ ნამუსუთ ჯოხოთ ომორგუალე თუმაშ მუკოთამა მაჟრანერო ნაგვენა ბორჯეს თეს უძახუდეს ხოლო თუმაშ მუკოჭკირუას ღურელი მასქერიsh გურშენ პიჯის მოშკომალირო ომორგუალე თუმაშ მუკოთამაშ რიტუალ ხვადუდ ვარდა წამოწამას ვარდა ხოლო ჟარნეჩის მუჟამით წირსფალებდირ თუ დეს საფლაშედო სოიშახ ღურელის გასაშნიეთ მონწყილი ტაბაკის მოკოზოჩსინთეშახ ქდიჭყანდეს ათე რიტუალის ახსრულებას მანგიორ მიდგავკო ჭოფესკონ თინა წოხლიანერდუ ინფორმირებული ათე წადიც მანგიორე იოჭოფას ღურელის ართართ კომოსკუა უწეინთ მარა მუჟამით დოსკილადირ სკუალებ ჭიჭელებ ქორდეს და თიმბორჯის წირსპალ გინოჭყადუნ მიქოკო იუკო მანგიორქნ მუმაშ მანგიორ ბეშილებეთ დიდაშ ჯიმაშ და საერთოდ დიდაშიანებში მითინ კომოკოჩი შეჭოფუა მუმაშ მანგიორო მორდია შეჭოფუა ხოლო ვეშილებეთ და ვაშნერს თქუანდეს მუჭოთი ძირენ სამარგალოს მუმაშ მანგიორო მუმაშ ჯიმას ვარდა ბიძისკუას ეჭოფუნდეს ნაგვიანა ბორჯის მანგიორო ხვარჯულის კათა შეჭოფუას ტრადიცია ხოლო გორჩქინეთენა მუჭოთ ჩქინ დაკვირებად იძირენ ღურელი დიდაშ მანგიორო ვეშილებეთ ნოსაშ სკუას ოშურიში მამიშ და საერთოდ მუმაშ ხუჯიშიანებში ოსურ ადამიანი შეჭოფუა მარა შილებეთ დეიჟდო ბიცოშ მანგიორო ეჭოფუა ნაგვიანა ბორჯის ხოლოშიან უმოსო ხაშტაშ მეზობელ ოსურ ადამიანი შეჭოფუა ქუდუჭყაფუნა ომორგუალე თუმას მანგიორო ქიშაგორილ ღურელის მარგუაც მუჟამით პიჯის თუმა მოჩანდუნ გამკუჭკირუნთ მარა ვარდუო პიჯის თუმა ვამოჩანდა დუდიშ თუმას მოჭკირუნ ჭიჭე ნოსფერთის მიკნაჭკირა თუმას მანგიორდო მარგუალ კიდირშა ქნირ ღვანდესდო თიმეჯინათ ნამუდა მანგიორო ეჭოფილდო მარგუა გართიანის ზისხիր ხორსო ქიგინესკო დუდინ ხშირაშდ თიცალ ინციდენტებ ხოლო მუჟამით მუმაშ თუმას კუაკ ბიძიას მუმაშ ჯიმას გამგაკვათაფუ მარა თე ბიძიაკ მანგიორი ჯიმაშ თუმა ჯიმას კუას გამგაკვათაფუ ათეს უძახუდეს თუმაშ გოთირუას თუმაშ მუკოთამაშ უგულ მუმაშ ვარდა დიდაშ მანგიორო გინორთელ ღურელის სკუალეს მუხოლო სკუალებს უძახუდ მუთოხუ ღურელის ოსურს ვარდა კომუნჯისუნ თის ვეშულებუდ მუშ ჯოხონათ მიშინუკო მანგიორო ეჭოფუნ თინა გოკონდა თენა მეძობელ ხოლორდუკო თინა ათაშ უძახუდ მანგიორს ჩქიმ სკუალეფის მუმაშ მანგიორი ვარდა ჩქინ მანგიორი თაშრე დიდაშ მანგიორო ეჭოფუაშ ბორჯის ხოლო თუმაშ მუკოთამაშ უგულ ხვადუ თეშ დოზახინელ უჩა ბარგიშ დორღვაფა და თეთი თებუდ რგუალა სოიშახ მარგუალ მუშ ბარგის მიკითირანდუნ თეშახ აკინწყუაფუდ ხოლო არტ რიტუალ ნამუსუ ჯოხოთ თეშ დოძახინე კუჭხიშ ბონუა მუმაშ მანგიორიშა ღურელის ოსურს ვარდა დიდაშ მანგიორშა ღურელის კომონჯის კუჭხოკო გოუბონუტკო კუჭხიშ ბონუაშ რიტუალ აკინწყუაფუდ გიშართილ მულარნალს მუჟამით ათეცაის ზოხო გიშართილ აკან ვაუღუდეს დო ართოც მულარდესენ თიმბორჯის თეკ მიდგა მულარდუნთინემ გოთახო ქოდიტესკო დო გალეკო ქოუჯინესკო სოიშახ თე რიტუალ ვეთებოდონ მუმაშ მანგიორიშ ნაბონა კუჭხის წყარს
არც ალუბუნდეს ღურელის საფლება დღას მუნაჭკირა ჯაჟ ჯინჯის მანგიორდო ღურელის სკუა ართიან წკუმა გოთირანდეს ხეცხვენებს მანგიორს არზენდეს ღურელის ბარგებს ვარდა მუდგაინ შხვა ეკონ მოკონებს მარა ვეშილებეთ ნიშანო გერჩაფილ მუკაქუნალის მითინშა მეჩამა ნიშანო გერჩაფილ ბარგირდ ღურელის ჯოხონად იდრებულ ბარგი ნამუთ ტახტეს გილასვანჯეთ ღურელის დასაფლება დღაშე თუმაშ მუკო თამაშა გუალაშუკულ დოჩუანდეს თე ართხე ბარგის მუჭოთ რელიქვიასენ თეში მანგიორ მიდგავარდუკონ მუნოვალება უღუთის თუმაშ მუკო თამას სერი თეკ თიფანიას გათანუკონ ორაგადერე თინა ხოლო ნამუდა თინა ხშირას მიშომბოლებშა ოთანუან სერს თინებწკომა ოხვაროთ ფანია შხოდაშხო საქვარუას ოჭყუდური ჟაკოდ გიმას დო დიარაშ მონწყუალას თინებ შკას ნანდვილ მასკერდო სკუაცალი ρίნა აკინწყუაფუთ მიშა მანგიორ ეჭოფილ მუშ დოსკილადირ ქონებას მითი შხვას ნათესეს ვადუტენ ხვალე ღურელის სკუას მიდგაშ მანგიორედუნთის ნაგვიანა ბორჯის სამარგალოს ღურელის მანგიორ მიშა ღურელის ჯიმადო ბიზისკუარე მარა მიშა შვარჯულის კოჩხოლორე ათაკ თი ხოლოკო იქლა გადუას ნამოდა ვარდუო მუჟამით ქიოსურ მუშ პატიასნებას დოთხილანდუ დო ვაკეთხვაფუდუნ შვას ვაუნუდუნ ოსურონ თინა იკოროცხუდ მანგიორიშ მანგარ ყაზაყალათ მარა მუჟამით ვარდუო ვახანებულ ქი ფანიას კიდიტენდუ დო ხეთე გეთხვაფუდუნ თინა მანგიორიშ კაბეტონჯღორეთ იკოროცხუდ დიდაშ მანგიორს უღუდ მუნოვალება სკოლაფირ ბაღანეფიშ დუალას აქტიურო ქიმიკო მონაწი ბაღანებს უდიდალებაკო ვაგენაფუკო მუჟამით ვარდუო დიდაშ მანგიორ უგუთხუ დეირდუნ თინა არტ შირწანას აუსლებრივ კორდუკო დასკუალებსკმა არტო გარჩქოთ უდიდეთ დოსკლიადირ ბაღანებ მუხანიშ დესუნ ვარა მიშა ხოლო უმოსხანს ჩენდუთ მარგალურ თუმაშ მუკოთამა მუკოჭკირუასი ძირი ჟირ სოციალურ აქტის ფინა ნამუც ხოდოშხვა ქრონოლოგიურ ბოჯესრე გორჩკინელ მართა მუჟამით მანგიორე ჭოფუნდეს ღურელ მასკერიშ მანგიორს დო მაჟრა მუჟამით შორქიანას დო ღურელ სკუაშ ჯიმაშ დაშ დო თაშ მანგიორიშ ეჭოფუა ხვადოთ მართა შანულენს სოციალურ დიდალობა დო მუმალობას ნამუთ მუნოვალებას მუნოდვას მანგიორს ქიხანდას სკოლაფირეფიშ წიმოძინაშე მაჟრა ხელოვნურ მოჭრილას შანულენს დო თეთხვადუ თი დარკებულ საევროპო ადამიანის ევროპაშ კომპენსირებას მოკლედ ძალიან ისეთი მოვალეობა ეკისრება მანგიორს კი ბატონო ეს სოციალური პასუხისმგებლობა ვალდებულებაც გააჩნია ეს დაუწერელი კანონია ფაქტიურად ის მისთვის სისხორცეულად მისთვის აი ძალიან ახლობელი ხდება ის ოჯახი ანუ ფაქტიურად ისინი ახლობლები არიან მაგრამ ამ შემთხვევაში მეტად უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს და როგორც აი საკუთარი ღვიძლი შვილი და მშობელი აი ასე დღემდე არის ისე შორის სხვა გადაცემებთან შედარებით ეს უფრო მარტივად გასაგებია და ახსაქმელი მაგრამ ქართული ვერსია გვჭირდება აუცილებლად რა თქმა უნდა მოკლედ თუმაშ მუკოთამა თუმაშ მუკოჭკირუა ანუ სამგლოვიროეთ მის ჩამოგდება არის დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა და ზოგადად ცნობილია რომ სამგლოვში ფართოდ იყო გავრცელებული ერთი მოვლენა ფაქტურად ეს გარდაცვლილი ნათესავის დედის მამის შვილის ძმის ან დის მონასტრის აყვანის ჩვეულება იყო რომელიც სრულდებოდა საინტერესო რიტუალით და მას ომორგუალე თუმაშ მუკოთამას ანუ სამგლოვიაროთ მის ჩამოგდებას ან უბრალოდ თუმაშ მუკოთამას ეტყოდნენ მეორნაირად ამ რიტუალს თუმაში მუკოჭკირუა ეწოდებოდა ეს უფრო გვიანდელ პერიოდში გაშდა გარდაცვლილი მშობლის სახეზე მოშვებული სამგლოვიაროთ მის ჩამოგდების რიტუალი სრულდება წლის თავზე ან 40-ზე როდესაც საფლავი დამაბრუნებისა და სანდუსოდ გამართულ სუფრასთან სანამ დასწდებიან მანამდე ის პირი ვისაც მონასტრად ირჩევენ წინასწარ არის ინფორმირებული საამისო სურის მომავალ მაგიერს გარდაცვლის ერთ-ერთი შვილი უფრო ვაჟი უცხადებს თუ ბავშვები მცირეწლოვანი არიან არჩევანი მშობლის სურვილზეა დამოკიდებული მამის მონასტრად არიგებოდა დედიზმის და საერთოდ არც ერთი მამაკაცთანის აყვანა კოგნათთა წრიდან ასევე ნათლიისა ეგრეთ წოდებული მორდის უფრო ძველად სამეგრელოში მამის მაგიერ გარდაცვლილი ძმას ან ბიძაშვილს იყვანდნენ მაგრამ მოგვიანებით სხვაგვარი წევრებთან დანათესავების ტრადიციას დამკვიდრებულა დედის მონასტრად არ შეიძლებოდა გარდაცვლის რძლის ანუ შვილიცოლის მამიდის და საერთოდ არც ერთი სისხლიერი ნათესავი ქალის აყვანა აგნათთა წრიდან მაგრამ შეიძლებოდა და განსაკუთრების სასურველი იყო ბიცოლა და დედის და მოგვიანებით ახლო მეზობელ ქალთან დანათესავება დაუწყიათ ომორგუალე თუმას ანუ სამგლოვიარო თმას გლოვიარეს მონაცვლეთ მანგიორი არჩეული პირი აჭრის პირის სახეზე თუ ჭირისუფალი წვერმოშვებულია ან თავზე მოჭრილ თმას მონაცვლე და გლოვიარე მკერჯი იყრიან იმ წმენით რომ ამყვან აყვანილმა შეისისხორსონ ერთმანეთი ყოფილა შემთხვევები როცა მუმაშ თუმა მამის თმა ასე უწოდებენ მამის სახეზე მოშებულ სამგლოვიარო თმას შვილმა ბიძას ანუ მამის ძმას ჩამოაგდებია ამ უკანასკნელმა კი ძმის თმა გარდაცვლის ვაჟს რასაც თუმაშ გოთირუას ანუ თმის გასვლას ეტყოდნენ თმის ჩამოგდების შემდეგ მონაცვლე მუმაშ მანგიორი ანუ მამის მაგიერი ან დიდაშ მანგიორი ანუ დედის მაგიერი ხდება და ასეც მიმართავენ მას ხოლო მონაცვლეები გარდაცვლის შვილებს სკუალებად ანუ შვილებად მოიხსენიებენ რაც შეეხება გარდაცვლის მეუღლეს მას ეგზალება სახელით მოიხსენიოს მონაცვლე მაშინაც კი როცა ეს უკანასკნელი მეზობელია და ადრე შეეძლოს მისთვის სახელით მიემართა იგი მონაცვლეს უწოდებს ჩქიმ სკუალეფიშ მუმაშ მანგიორი ანუ ჩემი შვილების მამის მაგიერი ან ჩქინ მანგიორი ანუ ჩვენი მაგიერი
ასევეა დედის მონასტრის შემთხვევაშიც. თმის დაყრის შემდეგ ხდება ეგრეთ წოდებული უჩაბარგის დორღვაფა, ანუ შავი ტანსაცმლის დაყრა, რითაც საბოლოოდ თავდება მგლოვიარობა. ვიდრე მგლოვიარე ტანისამოს გამოისვლიდა, სრულდებოდა ეგრეთ წოდებული კუჩხის ბონუაში, ანუ ფეხის დაბანის რიტუალი. მამის მონასტრისთვის გარდაცვლის მეუღლეს ფეხი უნდა დაებანა, ან დედის მონასტრის გარდაცვლის ქმრისთვის. ფეხის დაბანის რიტუალი სრულდებოდა ცალკე ოთახში. თუ კი საამისო პირობები არ ჰქონდათ და ოჯახს ერთი თვალი სახლი ედგა, მაშინ იქ მყოფთ ოთახი უნდა დაეცალათ და გარეთ დალოდებოდნენ. ფეხის ნაბან წყალს თუ იგი მამის მონასტრს ეკუთვნოდა, როგორც გადმოგცემენ, უსხამდნენ მიცვალებულის განსვენების დღეს მოჭრილ ხის ძირს. მონასტრსა და გარდაცვლის შვილის შორის ხდება საჩუქრების გაცვლა. მაგიერს სხვათა შორის აძლევენ გარდაცვლის ტანსაცმელს ან სხვა რაიმე ნილს, გარდა ეგრეთ წოდებული ნიშნისა. ესაა მიცვალებულის ერთი ხელი ტანისამოსი, რომელიც დასაფლავების დღიდან ტახტზე განისვენებს, ხოლო მგლოვიარობის დამთავრების შემდეგ ინახავენ როგორც ძვირფას და წმინდა რელიქვიას. მონაცვლე, მიუხედავად იმისა, ბიძა იქნება თუ ახლო მეზობელი, ვალდებულია ღამე იქ გაათიოს. საერთოდ უნდა ითქვას, რომ იგი ხშირად მოდის ობლებთან, ათევსა ღამეს ზრუნავს მათზე, ეხმარება სამეურნეო საქმიანობაში, მონაწილეობს ბზისთვის მომზადებასა და ქორწილის გამართვაში. მათ შორის კავშირი ისე მტკიცდება, რომ უშვილოდ დარჩენილი მონაცვლე თავის მემკვიდრეობას გადასცემს არა რომელიმე უახლოს ნათესავს, არამედ გარდაცვლილის შვილს. ჩვენს მიერ ჩაწერილია შესაბამისი მასალები, რომელთა მიხედვით ერთ შემთხვევაში მონაცვლედ გამოდის გარდაცვლილი ძმა და ბიძაშვილი, მეორე შემთხვევაში კი არანათესავი. აქვე უნდა ითქვას, რომ თუ ახალგაზრდობაში დაქვრივებული ქალი თავის უბიწოებას შეინახავს, რაც გამოიხატება გარდაცვლილი ქმრის ერთგულებასა და გაუთხოვრობაში, ეს მონასტრის დიდ დამსახურებად და სახელად ითვლება. პირიქით, მონასტრის შერწყმენა ქვრივის მიერ ოჯახის მიტოვება და უცებ გათხოვება. განსაკუთრებით მაშინ, როცა მონაცვლე გარდაცვლილის ძმაა. დედის მონაცვლე ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს ბავშვების აღზრდაში, ხშირად მოდის მათთან, ურეცხავს, უმზადებს საჭმელს, ყოველმხრივ ცდილობს ბავშვებს უდედობა არ აგზნობინოს. როცა დედის მაგიერი გაუთხოვარი დეიდაა, იგი ვალდებულია 1 ან 2 წელი იმის გათვალისწინებით თუ რახნის არიან ბავშვები დარჩეს მათთან. მეგრულ თმის ჩამოგდებით სახელდებულ წესჩვეულებაში ერთმანეთზეა დაფენილი ორი სხვადასხვა შინაარსსა და სხვადასხვა ქრონოლოგიურ პერიოდში ჩამოყალიბებული ჩვეულება. პირველი და უფრო ადრეული ჩანს გარდაცვლილი მშობლის მონასტრის აყვანის ტრადიცია. მეორე და შედარებით გვიანდელი გარდაცვლილი შვილის, ძმის, დისა და სხვათა. პირველ შემთხვევაში მონაცვლეობა სოციალურ დედობასა თუ სოციალურ მამამას გულისხმობს. მეორე შემთხვევაში კი ხელოვნურად დანათესავებას, რაც ნაკარნახევია ამა თუ იმ ნათესავის გარდაცვალებით გამოწვეული დანაკლისის აღდგენით. ერთი რამ ცხადია, ესაა სოციალური დედობისა თუ სოციალური მამების მას სანქციონირებული წესჩვეულება. აღნიშნული წესის შესრულების შემდეგ მონაცვლე ხდება სოციალური მამა ან სოციალური დედა, რაც ავალდებულს მას იყოს გარკვეულ უფლებამოვალეობით ურთიერთობაში გარდაცვლის შვილთან მაშინაც კი, როცა მაგიერი არანათესავია. მოკლედ, ძალიან საინტერესო გადაცემა და გადაცემათა ციკლი. რაღაცნაირად თითქოს ჩვენს ყოველდღიურობას ეხება და არა მარტო წარსულს. ასე არა, ბატალაშა? კი, რა თქმა უნდა, ეს მაინც მიუხედავად იმისა, წესსა თუ ის ტრადიცია არის თუ არა, თქვათ, ჩვენთვის მისაღები, მაინც რომანტიკათან ახლავს, იმიტომ რომ ეს ჩვენ წინაპრებისთვის იყო სისხორცეულად ახლობელი და შესაბამისად ჩვენშიც არის დალექილი ჩვენს ფსიქოლოგიაში, ჩვენს კულტურაში, ეთნოკულტურაში, ვინაიდან სწორედ ეგ გადმოცემით ვიცით, მართალია შეიძლება ზოგიერთი რიტუალზე არც ქსმენია, მაგრამ მაინც აი შეიძლება ჩვენს ფსიქოლოგიაში ქვედაშრეებში იყოს დალექილი გამომდინარე იქიდან, რომ მაინც აი ხორმოკლედ მაინც გვექნება განაგონი, ესა თუ ის რიტუალი ფაქტურად ეს გვიანობამდე იყო დღევანდელი ჩვენი თემა, ხო და ეს არ არის უცხო თქვათ საზოგადოებისთვის. და ორმაგაც ასიამოვნოა, როცა ამ ყველაფერს უსმენ და აცნობერები იმას, რომ აი რამდენ წელს და შეიძლება საუკუნესაც ითვლის და დღემდეა შემორჩენილი. წესით რა გვიწევს მომავალი გადაცემა? ხო, ფაქტურად ვინაიდან რიტუალებს ჰქონდა საუბარი, მინდა კიდევ ერთ რიტუალს ხო, ეს არის ხოზოკონი. ანუ ხოზოკონი ხა გაიკვირვებთ ხედავს სახეზე, მაგრამ გაგეცინებათ, როცა მის შინაარსს ვიტყვი, რომ აი ხოზოკვარის ხაშუა, ანუ და კიდევ ამასთან დაკავშირებულია კიდევ შეშის კვერების მოხარშვა კიდევ და მოკლედ ხოზოკონი და ამას თავისი ახსნა აქვს სიმბოლური და მოკლედ ამაზე ვისაუბრებთ. ხა ინტრიგა შევქმნით და დეტალურად მომდევნო გადაცემაში მოვახსენებთ რადიო მსმენელებს. დიახ, და ყველა გადაცემა ჩვენი და ამბავი გახლავთ ფაქტებით დადასტურებული, ჩვენი ნამდვილად ისტორიის ნაწილი და წარსული, რომელიც გვიამაყება. რაღაცები შემორჩა, რაღაცები არა, მაგრამ წარსულს პატივი უნდა ვცეთ. წესი ასეთი. ამას ემსახურება ჩვენი გადაცემა და თაობებს გავუზიაროთ ეს ყველაფერი. რაც ჩვენ ვიცით, თუ თქვენ რამე იცით და ჩვენს ეთერში არ მოგისმენიათ, მოგვაწოდეთ მასალები. მადლობა ბატონო, საინტერესო გადაცემებისთვის დაგემშვიდობებით. მომავალ ხუთშაბათამდე ჯგირო ზოჯუნდათ. დიდი მადლობა. დავემშვიდობებით თქვენის ნებართვით რადიო მსმენელებს. ჯგირო ზოჯუნდათ. წემოწინული კოოპედათ ირიათ. გადაცემის ოდაბადის კინოხონი. ინიციატორი და სპონსორია ზუგდიდელი იური ვეკუა. წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება.
კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში ოდაბადეშ კინოხონი ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე 10 ათის ეთერში.